და ჩვენ დავბრუნდით სტუმრებთან ერთად, მე მგონი ყველასთვის საინტერესო თემა გვაქვს, მათ შორის ნუცას რესპონდენტებისთვისაც. მოკლედ 21 საუკუნე წარმოუდგენელია ინტერნეტის გარეშე, იმიტომ რომ ინფორმაციის მოპოვების ყველაზე სწრაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული საშუალებაა. დღეს ორი ვებგვერდის შესახებ ვისაუბრებთ. ერთი მათგანი განსაკუთრებით დედებს დააინტერესებთ, იმიტომ რომ სახელია დედების კლუბი, დედიკოების კლუბი, სადაც მშობლები ყველანაირ თემაზე საუბრობენ, თავისთვის საჭირო არა, გარდა იმისა, რომ ჭორაობენ, პრინციპში ესაც არის, თავისუფალ დროს ჭორაობენ, მაგრამ გარდა ამისა, ბევრ სასარგებლო რჩევას იღებენ. მეორე, ეს არის all about ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, ანუ ყველაფერზე საუბრობენ გარდა პოლიტიკისა. მე მგონი სწორად თქვი ყველაფერი. ჩვენი დღევანდელი სტუმრები არიან ამ ვებგვერდის შემქმნელები, ქეთი ალიმბარაშვილი, ლევან ალიმბარაშვილი და მამუკა კავთელიშვილი დილამ შვიდობის. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები ხართ და დავიწყოთ ამ ორი გვერდით და ეჭვი მაქვს, რომ ქეთის ინიციატივა იქნებოდა დედებთან დაკავშირებული ვებგვერდის შექმნა, ხო? საინტერესოა, როგორ გაჩნდა ზოგადად იდეა, რომ ეს ვებგვერდი შექმნილიყო. მოგესალმებით პირველ რიგში. იდეა გაჩნდა სრულიად არ გეგმავდით ეს რა, გეგმავდი უფრო სწორად, როცა გამიჩნდა პატარა, გამიჩნდა სურვილი, რომ ეს ჩემი დედობრივი ინსტინქტები გამეზიარებინა ძალიან ბევრი ადამიანისთვის. და მეგობრებში შევქმენი ეს გვერდი, რომ ნაცნობი დედები რაღაცა იდეებს გავცვლიდით. ნუ მოხდა ისე, რომ ეს ნაცნობი დედები რაღაც პოსტებს რო ვდებდით, მქონდა მაშინ დრო, აზიარებდნენ ამ ფოტოებს და ნუ ერთ დღესაც გავხსენი, ნახე 300 ლაიქი და ჯერ არ მჯეროდა. და ნუ ავიდა, ნუ ეხლა ვართ უკვე 51,000-ზე და შემდეგ უკვე როცა ტექნიკური დახმარება აშკარად უჭირდებოდა, შემდეგ უკვე შემოვიერთე ჩემი ბიძაშვილი, რომელიც ამ საკითხებში გარკვეულია ლევანი და უკვე სხვა იდეებიც დაიბადა. იქ გვაქვს სხვადასხვა თემები უკვე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ვფიქრობ, გაჩუქება, ჩუქება არის ერთ-ერთი ალბომი, სადაც ვეხმარებით დედები ერთმანეთს და მოხდა გაკეთა ძალიან ბევრი კეთილი საქმე. ნუ შეიკრიბნენ კიდევაც დედები და მიდიან ოჯახებში, ვისაც უჭირს, ჩუქდება წამლებიდან დაწყებული ელემენტარული საჭმელიც კი, ნუ გახსნილი თუ აქვს და ბავშვმა ვერ ჭამა, მერე დებენ განცხადებას და არის სხვადასხვა კატეგორიები და ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს დღემდე. ანუ არანაირი რეკლამა ჩვენ არ გქონია და მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ნახვა, გაზიარება და ასე შემდეგ აქვს. ეს სახელისგან არ გქონია, მე გულისხმობ, ანუ ჩვენთან იყო შემოთავაზებები, მაგრამ ვცდილობდით, რომ ჩვენი იმით დაგვედოთ არანაირი რეკლამის სახე არ მიცემოდა გვერდს, კომერციული დაინტერესება არ ყოფილიყო და ადმინისტრატორები არიან დედები. თვითონ ესენი, მაგრამ ნუ მოითხოვს სამწუხაროდ. თუმცა ყველა შეუძლია დაპოსტვა, ხო? ინფორმაციის რჩევას და ეს არის საინტერესო, რომ რამდენად გადამოწმებულია და სანდოა ეს ადმინისტრატორების მიერ ალბათ კონტროლდება, ხო? გვაქვს რჩევები, რომლებიც არის უშუალოდ ექიმისგან მოცემული და არის რჩევები, რომლებიც თვითონ აწერია თვითონ ამ დადებულ სურათს, რომ მითითებულია, რომ არის დედებისგან და უჯობესი იქნება გადამოწმდეს ექიმთან, რომ ბოლომდე რამდენად სანდოა. YouTube-ის გვერდზეც ნუ ანალოგიური დაგვემართა, პირველი გვერდია, რომელიც შევქმნით, დედების კლუბი და თუმცა ამაზეც ვისაუბროთ აუცილებლად. YouTube-ზე რა ხდება, ეს უნდა ვთქვათ, ანუ აქ რა ტიპის ვიდეოები იდება, ვთქვათ. აქ იდება საბავშვო ვიდეოები, უფრო სასწავლო მხარე აქვს, რომ უფრო ვასწავლოთ ბავშვებს ელემენტარული თუნდაც ამბანი ან დათვლა, ფერები, ასე ვთქვათ. ესეც გაკეთდა იმიტომ, რომ არ არსებობს ნამდვილად არ არსებობს ქართული ბავშვებისთვის არის ეს უფრო ერთი წლიდან 3-4 წლამდე ჯერჯერობით ესეა და აქაც სპონსორი არ ყავს და ცოტა რაღაცებს გვიჭირს ან თავად ვაკეთებთ ყველაფერს და სულ ხო თავიდან ბოლომდე ჩვენი გაკეთებულია კიდევ ვფიქრობ და აუცილებლად გავაკეთებთ კიდევ ერთი გვერდი შეიქმნება კიდე უფრო დავხვეწავთ ანუ გახმოვანებასაც ბავშვები გაახმოვანებენ სიმღერებიც იქნება რომელიც ბავშვებს ძალიან მოწონთ სწავლის ხრივ და ყურების ხრივ ძალიან კარგია როცა კიდევ უფრო უკეთესი იქნება ეს ყველაფერი მაგრამ ეხლაც საინტერესოა და ვნახოთ აბა პატარა ნაწყვეტი ერთ-ერთი გაკვეთილის გელი გახმოვანებასაც დავხვეწავთ აუცილებლად მელია
არ არის ესეთი აქტიური. ეს თვითონ ბავშვები ახმოვანებენ ამას? ეს ბავშვი, მთლად ბავშვი არ ახმოვანებს, მაგრამ ისე მოხს გაკეთებული მომავალში მაგიტომ კიდევ ახალი გვერდი სადაც იქნება იქ კიდევ უფრო დახვეწილი იქნება ყველაფერი. აი პირდაპირ ბავშვი გაახმოვანებს და უფრო გახმოვანებას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში და ძალიან აი ვისწავლოთ ამ ყველაზე დიდი გამოხმაურება მოყვა და ყველაზე დიდი ნახვა აქვს ამ ვიდეოს. ანუ გორილა დათვი ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს, ხო, ალბათ და ჩართული ამ პროცესში, იმიტომ რომ ვთქვათ, როცა ბავშვებთან გვაქვს შეხება, მნიშვნელოვანია, რომ იგივე ფსიქოლოგებისგანაც მიიღოთ ალბათ რჩევა, ხო, რა როგორ უნდა მოხდეს იმისთვის, რომ შედეგი ისეთი იყოს, როგორიც გვინდა. თუ მხოლოდ და მხოლოდ დედის გამოცდილებაზეა ეს ყველაფერი დაფუძნებული. ხშირ შემთხვევაში არის დედის გამოცდილება, მაგრამ არის თვითონ ფსიქოლოგებისგან, ექიმებისგან მოდიან, რომლებიც ასევე დედები არიან და ჩვენი მომხმარებლები, მოდის წერილები, რომ დაგეხმარებით ყოველდღიურად უსასყიდლოდ, არის მათი რჩევებით, მათი გათვალისწინებებით იდება პოსტები, იდება თემები და იწერება სტატიები. მინი ზუსტად განკუთვნილი იმ სეგმენტისთვის, რა სეგმენტში ჩვენ ვართ და საკმაოდ ის არის. ერთმანეთს ვეხმარებით, ასე ვთქვათ, დედები ერთად შევქმნით შეძლოს, ესე ვთქვათ. ძალიან კარგი წამოწყებაა. თქვენთანაც გვექნება იგივე შეკითხვა, ალბათ აკონტროლებთ მუდმივად, ხო, როგორია ტენდენცია, ვთქვათ, რამდენად გაიზარდა ამას, რამე კონკრეტული საშუალება არსებობს, რითიც იკვლევთ თუ მხოლოდ ვთქვათ, ლაიქების და გაზიარებების? კი, არის ანალიტიკა. იმიტომ რომ ბევრია ვინც შეიძლება არ აზიარებს, მაგრამ გაცილებით მეტი ნახვა აქვს, ხო, ვთქვათ, ან ბევრმა წაიკითხა, მაგრამ ყველამ არ მოიწონა. შეიძლება მოეწონა, მაგრამ არ დაალაიქა, ვთქვათ. კი, ყველაფრის ანალიტიკა შეიძლება გაკეთდეს, როგორც დედების კურსზე, Facebook-ზე, ასევე YouTube-ზე, რა უფრო მოწონთ კიდე ყოველთვის თუ იმეს რამე კრიტიკა აქვს, აუცილებლად ვისმენთ და ვცდილობთ რომ გამოვასწოროთ და ყოველთვის ვცდილობთ რომ ისე წავიდეთ, იქით წავიყვანოთ, რაც უფრო ხალხს აინტერესებს და რაც უფრო უკეთესი იქნება თვითონ ხალხისთვის. ჩვენი მაყურებლისთვის ესე ვთქვით. კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაშინ თქვენ როგორ უნდა მოგგზავნონ, ხო, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩვენი მაყურებლისთვის საინტერესო იქნება. ჩვენი ბევრი ანალოგი შეიქმნა, რა ჩვენი გვერდი შეიქმნა, მაგრამ ნუ ჩვენ მაინც პოპულარული. ესე იგი official უნდა მიაწეროთ, რომ თქვენ იყავით პირველები და ოფიციალური გვერდი ზუსტად გვერდზე მიხვდებიან კიდევაც დედების კლუბი უნდა აკრიფონ ლათინური ასოებით და ქართული ასოებით ერთად და მიხვდებიან გვერდზე რომ შემოვლენ და რომ საკმაოდ თქვენ ის ხართ ნამდვილად. თქვენ ალბათ ხო ჩვენ ბრაუზერში პირდაპირ allabout.gr ან Facebook-ზეც აქტიურები ვართ სოციალურ გვერდზე და რა თქმა უნდა იქაც allabout.gr შეუძლიათ მოძებნონ ძალიან მარტივად. ძალიან დიდი მადლობა. საიტის გახსნასაც მალე გეკმავთ, ანუ უკვე რეკლამებით შეიძლება ჩვენ და სამწუხაროდ არ გვინდოდა დიდი ხანი თავს ვიკავებდით, მაგრამ მე მგონი დაგვეხმარება და შესაბამისად ძალიან მალე გვერდსაც დავამატებთ, ანუ გვერდიც გვექნება. წარმატებას გისურვებთ თქვენ და ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია და ელოდება შემდეგ ინფორმაციას, რომელსაც გაავრცელებთ, ჩვენ შევემატებით აუცილებლად ამ ადამიანებს. ვემშვიდობებით ჩვენ მაყურებელს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით. წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ჩვენ ერთმანეთს უკვე ხვალ შევხვდებით და იმედია ხვალინდელ დღესაც ჩვენთან ერთად დაიწყებთ. ხვალამდე. დროებით.